ფორმულა 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსერს პაატასთან და লিოსთან ერთად. მოგესალმებით, ტრადიციულად სანამ გადაცემას გავყვებით და ზოგადად უქმეებს, გეტყვით რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. დავიწყოთ ლიო. კი, დავიწყოთ ჩვენ მოკლედ თქვათ რას განვიხილავთ დღეს იაპონიის გრან-პრის განვიხილავთ, ვიტყვით ჩვენ დღის ბოლოს აუცილებლად წავიკითხავთ გულშემატკივრის შეკითხვებს, რომელიც არის ჩვენს YouTube არხზე. გვექნება მაიამის პრევიუ, აუცილებლად ფენტეზიზე ვისაუბრებთ, რომელშიც ცოტა ნაწყენი ვარ ბოლო განვითარებული მოვლენებით. და დავიწყოთ იაპონიის გრან-პრის ვარჯიშებით, სადაც გამოჩნდა რომ McLaren is back. ხო, McLaren is back და მაინც რბოლაში გამოჩნდა რომ მართლა back, იმიტომ რომ ეგრე წინარბმაზეც პრაქტიკაზეც და სპრინტზეც გამოჩნდა რომ McLaren ფორმაში იყო და იყო საერთოდ. და რბოლაში ორივე მანქანით ერთ-ერთი მანქანით ვერ გამოვიდნენ უბრალოდ. კარგი იყო ვარჯიშები იმით რომ რაღაცეები გაგვეგო თუნდაც რაც შენ თქვი McLaren-ზე და McLaren-მა აჩვენა რომ სადღაც იქ არის სადაც Ferrari-ა Mercedes-თან მიმართებაში და ეს ყველაფერი კვალიფიკაციაზეც გამოჩნდა. თან საინტერესო ის იყო რომ მეორე ვარჯიშზე იყო McLaren-ი ყველა სწრაფი იმ ვარჯიშზე რომელიც ყველაზე ახლოს არის სარბოლო ზუსტად ემთხვევა საათობრივად. კი ბატონო, ანუ რასელი იყო პირველ ვარჯიშზე, პიასტრი მეორეზე და ანტონელი მესამე ვარჯიშზე, ესე გაიყო ეს ამ სამმა პილოტმა ვარჯიშებიდან წავიდეთ უკვე კვალიფიკაციაში. ბოდიში დავამატებ McLaren-ზე, რომ თან პრობლემები ჰქონდა ტექნიკური, ხო, ანუ ჰიდრაულიკის პრობლემა, მე ბატარეა გამოцоლეს, წარმოიდგინე მესამე ბატარეა, ეს უკვე შემდეგი უკვე ჯარიმის ზღვარზეა. ესე ადრეულ სტადიაზე და ეს ცოტა ხო, საგანგაშოა, არა მარტო McLaren-ისთვის, ბევრი გუნდი იქნება ასე მდგომარეობაში. აუდი საერთოდ მე მგონი ყველაფერი შეცვლი, ყველაფერი გამოყენებული. ხო, ნუ ყველა რაღაცნაირად დაარღვევს იმ ლიმიტებს. ერთი Mercedes-ია ამ ხრივ მე მგონი. არა, რასელსაც პრობლემა აქვს, რასელმა უკვე მეორე გამოიყენა თუ სწორად მახსოვს. ანუ ხო, ნუ მაგ Mercedes დადის მაინც. იბატონო, წავიდეთ უკვე კვალიფიკაციაში მოხდა რა ის რომ ანტონელი მეორე პოზიცია მოიგო ZDZ, ეს ძალიან იშვიათად ხდება, ხო, ესე თუმცა აი მაინც არის ხოლმე რომ სეზონის დასაწყისში აი თითქოს ნომინალურად მეორე პილოტი ყოველთვის ჯობნის ნომინალურ პირველ პილოტს, ხო, რაღაც თანაბრად არის. მე არ ვარ მანდ, მაგრამ მაინც ესე ტრადიცია არის, მე მაინც გონია რომ ესე შეიძლება გააგრძელოს კივი. მე არ მგონია ჯერ იმიტომ რომ კვალიფიკაცია მოდი ბოლო ორი კვალიფიკაცია რო ავიღოთ რასელს ორივე კვალიფიკაციაზე ქონდა პრობლემა აქ პარამეტრები აურიეს საერთოდ იქ რაღაც ძრავზე დაემართა ელემენტზე დაემართა ჩინეთში მოკლედ ორივე კიმის მოგებული პრობლემას ისა მოგებულ კვალიფიკაციას რაღაც ფონად გასდევს ყოველთვის რასელის პრობლემა რა და აი ცოტა ეს უკმაყოფილების იმას მიტოვებს ხოლმე რა აი მაიამიში იმედია ორივე თანაბარი ძალებით იქნება და არ დაგვაუწყდეს რომ მაიამიში მოიგო კიმი თავის პირველი კი საერთოდ ფორმულა 1-ში რაღაც სესია კი ბატონო ასე იყო პიასტრი იყო მესამე ადგილზე აქ უკვე ხელი მოაწერა McLaren-მა რომ დაბრუნდა და სენსაცია იყო ალბათ ის რომ Verstappen-ი ვერ გადავიდა მესამე სეგმენტში და ბერმანი ვერ გადავიდა საერთოდ მეორე სეგმენტში რაც ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის ათეულში გასლი იყო ისევ ანუ უკვე აღარ გვიკვირს პრინციპში გასლი რა არის ცე შარშანდელ სეზონში როცა ალპინს პრობლემები ქონდა კვალიფიკაციაში ყოველთვის თითქმის სულ გადადიოდა მეორე სეგმენტში კი არა მესამესაც ხანდახან ეჭიდებოდა ხოლმე რაღაც გასლი არის წლევანდელი ჰულკენბერგია რა როგორც ალკი იყო წინა სეზონში ძალიან კარგი რაღაც გასლი აკეთებს იგივე რაღაცებს წელს ყოველ შემთხვევაში სტარტი აქვს ფენომენალური არ ვიცი მეტი ალპინის პილოტს და ალპინს როგორ შეიძლება უკეთესი სტარტი ქონდეს Red Bull-ზე წინ არიან ხო მაგზე მეტი ქულა გასლის წარმოიდგინე ძალიან მაგარ ქონდა ხო და ინდივიდუალურად ძალიან მაგარ სეზონს ატარებს ყოველ შემთხვევაში სამი რბოლა უკვე კარგი ქონდა. ნამდვილად ასეა. წავიდეთ უკვე რბოლაში და დავიწყოთ ტრადიციულად ბოლდებიდან, ბექმარკერებიდან და დავიწყოთ კადილაკიდან. კადილაკი ერთხელ გამოჩნდა საერთოდ გრან-პრის სვლელობისას, ისიც როდესაც უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და შუაში იყო ლიდერს და მეორე ადგილოსან შორის, მან ნახე მარტო კადილაკი. ხო, ბოტას ტიტრიც მიუძღვეს, უძღვნეს რომ გადადი ბოლოში და იკავე შენი ადგილიო. არ ვიცი, კადილაკი ალბათ სატესტო რეჟიმში არის და იქნება სატესტო რეჟიმში მთელი წელი. მე ვხედავ რომ ცოტა მეტად განვითარებას რა მხრივ ვიცი
ანუ ბოლას ამთავრებენ. ბოლებს ამთავრებენ, ერთი ეგ არის. სიჩქარეა, აი ასტონ მარტის მაგალითად ბოლის დამთავრებაც უჭირს. ახლა ასტონთან მიმართებაში წინ არის კიდე ხო კადილაკი. უბრალოდ აი სიჩქარე არა აქვს ჯერ და ნელ-ნელა იყო ველურ ბოლაში რაღაც კადილაკი. უახლოვდები. ჩუმ-ჩუმად ნელ-ნელა ეგრე არავინ არ აქცევს ყურადღება, საერთოდ კადრში არ ჩანან, მაგრამ ანუ იმ ხრივაც არ ჩანან კადრში, რომ რაღაცა სისულელეებს აკეთებენ. ხო თავისთვის არიან ჯერ და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სწორად ნელ-ნელა ისეთ ნაბიჯებით ვითარდებიან. რაღაც ტექნიკური დიდად პრობლემებიც კადრში. ხო, ტექნიკური პრობლემა არა აქვს. ხო, შეიძლება იმიტომ რომ სწრაფები ვერ არიან და ასე შემდეგ სისტრაფე რომ მოიმატებს მე გამოჩნდება ალბათ პრობლემებიც, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დასაწყისისთვის კადილაკისთვის ყველაფერი კარგად მიდის, ყოველ შემთხვევაში გეგმის მიხედვით მიდის. ხო, რაღაც თითო-თითო ორ-ორი მეათედით უახლოვდებიან ლიდერებს, იქ მართალია ჯერ უფსკრული არის, 3 წამზე მეტია სხვაობა ლიდერთან, თუმცა ეს თითო-თითო ორ-ორი მეათედით შეიძლება სეზონის ბოლოს 1 წამამდე და წამნახევრამდე ჩამოვიდეს ეს სხვაობა და ეს უკვე სერიოზული წარმატება იქნება კადილაკისთვის, კი. წავედით ალპინში, რომელზეც გასვლიზე უკვე ვისაუბრეთ და ანუ მეტი რაღა უნდა დავამატოთ, არ ვიცი, ეს ადამიანი უკვე მე გულშემატკივრებშიც ხვდება საუბრები იმაზე, რომ გასლი ტოპ გუნდში ხომ არ უნდა იყოს. ხო ჩაიარა მაგის მომატარებელმა. ეგეც არა. კი, ანუ არა, მართლა ისე რომ ვთქვათ, უკვე არ არის რა პატარა რა მაგის თქმა მინდა და აი Red Bull-ი იყო ალბათ მაგის ცხოვრებაში ის შანსი ხო, შანსი, სადაც რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა ვინ გამოიყენა, რომ ეგ Red Bull-ი Max Verstappen-ის ხელში ვერავინ ვერ გამოიყენა, ანუ გასლის ნაკლებად დავადანაშაულებთ მაგაში. ალბათ შეცდომასაც ვერ დაუძახებთ, რომ გასლი Red Bull-ში გადავიდა, ხო, იმ ხელად სტულებაა Racing Bull-იდან, Toro Rosso-დან რომ გადახვიდე Red Bull-ში, რომ ვერც ერთი პილოტი ვერ იტყვის მაგაზე უარს, ხო, მით უმეტეს იუნიორი, რომელიც Racing Bull-ში მოვიდა Formula 2-დან. აქედან გამომდინარე, გასლი მე რას ვერ ვხედავ, იცი, აი რაღაც გასლიზე დაეყრდნოს ტოპ გუნდი, ამას ვერ ვხედავ, მაგრამ აი გასლი იქნებოდა ალბათ დღის გრიდზე საუკეთესო გუნდური მოთამაშე. კი, აშკარად ეგრეა. აი გუნდს კონსტრუქტორები რომ დაჭირდეს სიტყვაზე და ყავდეს ვიღაც ტიპი, რომელიც აღემატება პიერს. არ ჩააგდებს. ხო, ანუ გააყვება ჩვეულებრივად. არ ჩააგდებს რბოლას. ის Red Bull-ის პერიოდი მახსენდება წრეზე ასწრებდა. Verstappen-ი, ანუ კოშმა, ეგ ალბათ გასლის კარიერაში, თავის კარიერაში ყველაზე კოშმარული. აქედან კიდე როგორ დაბრუნდა, კამბექი როგორ გააკეთა გასლიმ. ხო, თითქოს საერთოდ ანუ აღარ უნდა ყოფილიყო Formula 1-ში და აი მართლაც დააკამბექა ბრაზილიაში. გაიხსენე პოდიუმზე რო ავიდა, Toro Rosso-თი როგორ კიოდა. ლუის რო ებრძოდა ბოლო წამამდე. კი, ნამდვილად ასე იყო. ბრავო, მოკლედ გასლის შექების გარდა არაფერს არ იმსახურებს ეს ადამიანი, აი კოლაპინტოსგან განსხვავებით, რომელიც ჩინეთში თითქოს კარგი იყო, მაგრამ ჩამოვედით იაპონიაში და ანუ სრულიად ანუ ზედამთვარე ანუ სხვაობა გასლის და კოლაპინტოს შორის. არ ვიცი ეს ბიჭი კი რაღაც აქვს, მაგრამ აი რა ვერ გვაჩვენ. რა აქვს არ ვიცი რა. აი ფული თუ სპონსორი. ფული რო აქვს გვეჭველია, მაგრამ რა არის, აი ამ მანქანის მაქსიმუმს ვერ იყენებს რა. ესეც დაბიჭდება მრჩება, რომ კოლაპინტოს ალპინს მეტი შეუძლია, ვიდრე კოლაპინტო ამას აკეთებს. პლუს ამას ისეთი საშინელი მომენტი ქონდა ბერმანთან და გუში ვილნევით საუბრობდა მაგაზე, რომ ცოტა მიკვისო რატომ არ დააჯარიმესო და მართლაც გადმოიწია იქ. არ გამოჩნდა. ხო, გასაგებია რომ იქ რაღაც რიჩარჯის იმაზე იყო მოუძე მანქანა და ასე შემდეგ, მაგრამ ტრაექტორიულად არიდგა სწორად. შუაში მეც ეგ საბეჭდილება გამჩა, რომ არც გვაჩვენეს ხო კადრი ონბორდის გარდა. მე სურათი ვნახე გაჩერებული კადრი და იქ აი რაღაც მობრეცილად დგას მაგ ადგილას. ანუ მასე არ უნდა იდგე რა. ხო, რა ცოტა უცნაური ადგილიც არის ეგ სპუნამდე, ანუ იცვლი რამოდენიმეჯერ ტრაექტორიას, თუმცა ხო, ანუ პრინციპში ანუ რასელი ლეკლერის ეპიზოდიც და ახლო. ხო და აი რასელი სად იდგა? რასელი მარჯვნივ კიდეში იყო, ანუ აი მაგას ვამბობ რა. თავიდან მე ჩვენ კი ვთქვით, მაგრამ მე ეჭვი შემეპარა, ძალიან ხوار გადავამეტეთ, თქო ხوار დავადანაშაულეთ ყოლაპინტო რა. და მე ანუ რო ვნახე, ისევ ჩვენ აზრზე დავრჩი, რომ ანუ არა.
ხო არა. მან და უნდა მდგარი. ერთი შეხედვით აშკარად ჩანდა რომ გადმოიწია რა. ანუ ონბორდის გარდა სამწუხაროდ არაფერი არ აჩვენეს იქ ლაივში. ალბათ არც კადრი არ ქონდა თუ რა მოხდა. ყოველ შემთხვევაში ონბორდის გარდა არაფერი გვინახავს. წავიდეთ უკვე აუდიში. აუდიზეც ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკებთ. გარდა იმისა რომ ანუ სრული კატასტროფა ჰულკენბერგს, რომელსაც არ ვიცი, ანუ ეგეთი რაღაცა უსაფრთხოების მანქანა გამოდის. კარგად მიდის შენი პილოტი, იწევს ზემოთ, ერთი შვიდკაც გაასწრო, მე მგონი, სანამ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდოდა და რო შესულიყო, უკვე ათეულში იქნებოდა ჰულკენბერგი პირველივე წრეზე და მეორე წრეზე შეიყვანეს ბოქსებში. არა, ეგ აუდის ხო რაღაცა ბავშვური შეცდომები აქვს, საშინელი ამ ბოლო დროს. როგორ შეიძლება და მან უბრალოდ ჰალკი არ შეეყვანათ, მე ვერ ხვდები, ანუ წარმოუდგენელია, თან მე-13 ადგილიდან დაიწყო რბოლა, ძალიან კარგად ჩაატარა, ძალიან მაგრადი არა. ჩააგდო საშინლად. აუდის პრობლემა ზოგადად. აუდის პრობლემა ზოგადად და იმიტომაც არიან სწორზე ყველაზე სწრაფები, ყველაზე დიდი ტურბინა აქვს. ბორტოლეტოს ქონდა საშინელი რბოლა. ძალიან ცუდი რბოლა. კატასტროფა რბოლა ქონდა, ბოლიდან რომ ამოდიოდა, ჩამოვარდა, მე გადმოვარდა. მაგითი საერთოდ ხო, ანუ იმდენჯერ გაასწრო ჰულკენბერგმა რომ თავბრუნდა ეხლა გადმოვარდა. კინაღამ და ანუ კინაღამ კი არა ხო, გადმოვარდა. გადმოვარდა ოპერატორს ჩამოეკიდა კამერაზე. ჰალკი ნაღდა შემეცოდა რა. ჰალკი გუშინ იმსახურებდა რომ მეორე რბოლა ზედიზედ მე-11 ადგილზე გადის, იმიტომ რომ გუნდის საშინელ სტრატეგიას ურჩევს. ხო, არ ვიცი რა არის ეს. არ ვიცი. ჰალკს აშკარად შეეძლო ორჯერ ჩინეთშიც აიღო ქულა და იაპონიაშიც. რაღაც აუდის პროგრესს ვხედავ. მე მაინც გონია რომ პროგრესი. ცოტა მეცველოდი რა. არ ვიცი, ნახოთ. მე მაინც გონია რომ სადღაც აუბერია. ზაუბერი არის კი როგორ ანუ არის. ამ ხელა კადრი დაკარგეს ახლა ჯონათან უითლი, ეს არ იქნება ამ კადრის შევსება ძალიან მარტივი და ესეც ალბათ ცუცამსახურს გაუწევს. გუნდს, მაგრამ არ ვიცი 2030 აქვს ეს ტარგეტი, ასე ვთქვათ, მიზანი და იქამდე ხო გერმანული გუნდია, მაინც აუდია და არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ აი ჯერ რაღაც მაინც აი ცოტა მეცველოდი, რავი. ალბათ აუდი როა ეს იმას მიშვება რა. კი, თუმცა ჯერ მაინც ზაუბერია როგორც შენი თქმის არ იყოს. თუმცა მე მაინც არ ვიცი, შეიძლება მაინც რაღაც რომანტიულად ვუდგები საკითხს, არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ რატომღაც გონია რომ აი როდესაც major upgrade-ები დაიწყება, მთავარი upgrade-ები უკვე ევროპის ქვეყნებში რო გადავალთ, მან გონია რომ უკვე აუდი უფრო წინ წამოიწევს და წამოეწევა მგონია ჰას და ალპინს რა არ ვიცი რატომაც ეგ ჯერ ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ აქეთ ვილიამსი არ წამოეწევს ვილიამსი უნდა წამოეწევს ვიცი ეგრე ვერ იტყვი ვილიამს შარშან გაიხსენე როგორი აფსენ დაუნებით ცავსე ისინი ქონდა სეზონი ქონდა არ ვიცი თული სათქმელი აი რაღაც ამ ეტაპზე უფრო მგონია რომ აუდი უფრო ვერ მიუახლოვდება ზემოთ ვერავის ვიდრე ვილიამს ვერ მიუახლოვდება აუდს არ ვიცი ნახოთ კი ბატონო წავიდეთ ჰასში ბერმანის საშინელი ავარია რომელიც ნახეთ და კოჭლობით გადმოვიდა ბოლით და რას ვისაუბრეთ პრინციპში უკვე კოლაპინტოსთან ეპიზოდის დროს და ბერმანს ზოგადად ცუდი უქმეები ქონდა არც კვალიფიკაციაში გამოიყურებოდა კარგად მერე დაიწყო ყველაფერი და ხო ჩააგდო ეს რბოლა თუმცა ეს არ უკარგავს მას წინარბოლებში მაგარ გამოსვლას და მე დარწმუნებული ვარ შემდეგ რბოლებშიც ძალიან მაგრად გამოვა ბერმანი მაინც ახალ ბედა პილოტი არის გვინდა არ გვინდა და შეიძლება ეს რაღაც ჩავარდნილი უქმეები კონდეს ხა ჩავარდნილი უქმე შეიძლება არ კონდეს რა ქვია ჯორჯ რასელს და მაგათაც აქვს წარმოიდგინე და არა შეიძლება კონდეს მაგრამ უბრალოდ ვერ აპატიო რა ნაკლებად აპატიო ვიდრე ხა ოლის და დანარჩენი ამიტომ ოლისგან ანუ აბსოლუტურად ნორმალურია რომ შეიძლება ჩააგდოს რაღაც უქმეები ოკონმა პირველი ქულა იმ მომენტს დაუბრუნდები ერთი კოლაპინტოს მომენტი კი ვისაუბრე იმაზე რომ რაღაც ტრაექტორი არ ქონდა სწორი და რაღაც მაგრამ მე მაინც გონია რომ ფიამ დაინდო იმიტომ რომ ამ მომენტში აი რაღაც ნამუსობა იქნებოდა კოლაპინტოს დაჯარიმება იქნებოდა რომ ეს ყველაფერი კოლაპინტოს შეაწმინდო ის რომ შერეგლამენტში გაქვს გარღვევა და რეგლამენტის ანუ სიჩქარე იყო 92 კმ/სთ სხვაობა მაგიტომაც არაჩვენეს მგონია გარე კადრი. არა, ოლის რეჟიმში არაჩვენეს გარე კადრი. ხო, ანოლის ონბორდი იყო, ან კოლაპინტოს. კი, გარე კადრს არაჩვენებდნენ რა. ეხლა ვერ დამაჯერებ, რომ გარე კადრი არ ქონდათ. არა, როგორ არ ქონდათ, მე გრაფიკა აწყეს და ნახე, ანუ რამოდენად შენელ და ოღონდ გრაფიკა იყო რა. მეტყვა მაგიტომაც აწყეს, რომ ვერ ნახეს გარე კადრი.
ჯამში ხო დაშინელი ავარია. საფრთხოების კუთხით 50 ჯიმი იყო გადატვირთვა ბერმანმა ამ მომენტში, მაგრამ ოტეხილობები არა, ყველაფერი კარგად აქვს და არჩე ერთი თვე გვაქვს იმისთვის და ერთი თვე აქვს ფიას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად დააბალანსოს, რაღაცნაირად შეცვალოს და ასე შემდეგ. ოკონმა კი ის ერთი ქულა მოუპოვა გუნდს. ო, ჰაასის რბოლა გადაარჩინა ოკონმა ამ ქულით, შეიძლება ითქვას, მოკლედ ჰაასი 3 რბოლიდან 3-ვეში ქულას იღებს და კარგად გამოიყურება, სხვა რა შეიძლება ვთქვათ ჰაასზე. ხო, კამაცუს თავარი ამოცანაა ხოლმე, ის ყოველი რბოლის წინ ამბობს, რომ ქულები ორივე მანქანით, მაგრამ აი ხლა ეგრეს არა, მანქანა მე მგონი არის ეგეთი, რომ ორივეთი არა, მე მგონი Red Bull იმდენად ცუდია, რომ შეიძლება უკვე სადაც ახლა ბერმანი იქ ზედა პოზიციებზეა ხოლმე, ოყონს მოკლედ ცოტა გამოფხიზლება მართლა. გამოფხიზლება ცოტა არ უმართლებს კიდევ. ეგეც თქვა ზოგადად ოკონი ეგეთი პილოტი არის, რომ გასლის, აი სხვა შორის გასლის და ოკონ შორის სხვაობა ეგეთი, რომ გასლის გაცილებით უფრო უმართლებს რბოლებში ვიდრე ოკონს. მაგას არ ვამბობ. მაგრამ გასლიც უფრო დონეზე ნუ ვისაუბრო. სტრაფიც არის უფრო გასლი ვიდრე ოკონი ეგეც შეგიძლია უკვე დარწმუნდე და მაგრამ ის უფრო თანმიმდევრული. თანმიმდევრული არის ახლა აღიარებ მაგას, რომ ოკონი უფრო თანმიმდევრული არის, მაგრამ გასლი უფრო სწრაფია ფაქტია. წავიდეთ ასტონ მარტინში და გადავიდეთ რეისინგ ბულსზე ეგრე. ხო, ეგრე გამოგვივა, ერთ შეიძლება ვთქვათ ის, რომ თავარი აპგრეიდი და განახლება რაც იყო ასტონ მარტინში, ის რომ ფერნანდო ალონსო შვილი შეეძინა მეტი განახლება. და რბოლა დაასრულა. რბოლა დაასრულა ალონსომ, ხო, სტროლი ისევ გამოითიშა, ხო? გაგრილების სისტემაზე შეექმნა პრობლემა ამჯერად ასტონ მარტინს. ხო, ეგ მაგას ვერ ამოწურა, იმდენ რამეზე შეიძლება. სხვადასხვაზე შეექმნა და ფერნანდო ალონსო ჯუნიორი მივულოცოთ მისტერ ფერნანდოს. და ალბათ ვიხილავთ გრიდზე მომავალში. კიდევ ერთ ფერნანდო ამასთან ერთად. მედია. ხო, ალბათ. ამაზე ხუმრობები არის კი. წავიდეთ რეისინგ ბულში ასტონ მარტინზე, ბევრს ვერ ვისაუბრებთ. მარტო გამოთიშვის დროს ჩანს ხოლმე ასტონ მარტინი დანარჩენი. ხო, არც გვიჩანს ხოლმე ეკრანებზე. რეისინგ ბულზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ხო? ლინდბლადმა აჯობა ლოუსონს კვალიფიკაციაზე, მაგრამ ლოუსონმა აჯობა ლინდბლადს ისევ რბოლაში. გამოცდილება ალბათ კი, ანუ აი აქ არ ვიცი, ლინდბლადი ძალიან მომწონს, უნიჭიერესი პილოტი არის, პირველივე სამრბოლაში უკვე აჩვენა და კვალიფიკაციაზე რომ ძალიან მაგარია, უბრალოდ ლოუსონი მაინც გამოცდილების ხარჯზე ჯერჯერობით ჯობია. თუმცა ლინდბლადს თუ უნდა რომ გამოიჩინოს თავი, ლოუსონს ალბათ დააჯობოს სეზონის ბოლოს. ხო, მე პირველივე გადაცემაში ვთქვი, რომ ლოუსონი არ არის რაღაც ისეთი პილოტი, რომ ნიჭიერმა დებიუტანტმა ვერ აჯობო პირველივე სეზონში რა და მე ვფიქრობ, რომ ანუ უნდა აჯობოს ლოუსონს, ხა ლოუსონსაც გავიგერო უკვე გამოცდილება, რაღაცა ის არ უმაგრებს ხო ზუმს რო რაღაც გასლისავით ბიძოდა ხო ეს გასლი როა ჩავა ყველა რა გუნდები ჩამოთვალეთ ყველგან გასლი ახსენე წელს გასლი ბექმარკერებს წელს არა სამრბოლაში მოდი დავიდე როცა საუბრობთ რაღაც ბექმარკერებზე გასლი ყველგან უნდა ვახსენოთ უკვე ხო და ანუ ლინდბლადს ხო ეგ აქ დასამშვიდებელია უნდა მიხვდეს სად არის ფორმულა 2-ში აღარ არის ხო ამას უნდა მიხვდეს გაფრთხილებაც მიიღო ტრაექტორიების ცვლილებებზე და სამუხრუჭე ზონებში გადასვლა გადმოსვლაზე მაგრამ ამბიც აქვს ის რომ არაფრის დათმობა არ უყვარს ბრძოლის უნარიანია და ავტორიტეტები არ აინტერესებს თუნდაც მაქსთან ბრძოლა ავიღოთ იქ კიდევ რამდენიმე ეპიზოდი იყო სადაც საჯართან არ დათმო არანაირად პოზიციები და ნუ ჯამში ამ ბრძოლებში გაერთო და ისე გამოვიდა რომ ნაკლებად გვაჩვენეს მაგრამ ის ქულა ლოუსონმა აიღო კი ბატონო ის ქულა ლოუსონმა აიღო და ხო ლინდბლადსთან რაღაცა განსაკუთრებულად ენთება როცა ხედავს ფერსტაპენს ანუ ან ბროლოდ ეგრე მოუწია რომ ფერსტაპენი შეხვდა ლინდბლადს ტრასაზე მაგრამ აიც არის ეგეც ხო დამატებითი мотиваცია ხო ფერსტაპენს აჯობო ხო არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ბრბოლელებს მაგრამ სად ფერსტაპენთან რო გამოგივა რაღაც თავდაცვის კუთხით ხო შენი ცნობადობაც ხო უფრო იზრდება რა კი რა თქმა უნდა მარკეტინგულათაც მე ვიტყვი ამჯერად ვიდრე გასლისთან გასლისთან მე მგონი რომ პირიქით იქნება აწე არა ისე გასლის
გასლი ისეია რა ეხლა მაქსთან რო არ ვიცი მაქს ანუ არ გაახარა ის ნახე მაქსს რო გაასწრო და მაქსმა ხელი რო დაუქრია ანუ აი მაქსი ხო შეიძლება ქვების როლა დაიწყოს მართლა უკვე თუ არის სვრის უკვე და ჩვენ ვერ ხედავთ ეს კი არის მაგის შანსი წავიდეთ ვილიამსში და დავასრულოთ ამითი ბექმარკერები არ ვიცი ვილიამსზე რა უნდა ვთქვა კადილაკი წრეზე ჩამორჩენილი მაინც გამოჩნდა ვილიამსი როდის დავინახე იცი პირველად ბოლა რო დასრულდა და დახურულ პარკში რო იდგა ვა ვილიამსი მეთქი საერთოდ არ გამოჩენია ხო იქ პერესიც გამოჩნდა ხო მან ჩაფხუტ მოხსნილი მე მგონი პირველად ნახე პერესიც პირველად ნახეთ ფაქტობრივად ანუ ვილიამს ერთი ის ქონდა რომ კვალიფიკაციაში გადავიდა მეორე სეგმენტში ხო საინსი და მანდა ცოტა დაძაბულია სიტუაცია კვალიფიკაციის დროს იყო ერთ-ერთი რადიო ალბონის რო აი თითქოს სამი რბოლა რაღაც ანუ თითქოს მიანიშნა გუნდს რომ საინზე აკეთებენ ფსონს თუ რაღაცა იმ მსგავსი ზუსტი შინაარსი აღარ მახსოვს მაგრადიოს მაგრამ რაღაცნაირად გაწმილებული იყო გუნდზე ვილიამს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს წონა მთავარი პრობლემა და ბევრი პრობლემას გულისხმობ აი ამას რა ბევრი კილოგრამი აქვს პრობლემა თორე მე მგონია რომ ეს ამის რაღაც დაგდება რომ მოახერხო წონის ყოველ შემთხვევაში შარშანდელი ვით თუ არა ალბათ აუთსაიდერებში ისევ ექნება შანსი რომ აი დანარჩენებში რაღაცნაირად საუკეთესო იყოს იმიტომ რომ აი გამოკვეთილი საუკეთესო ჯერ არ ყავს ხო იმის მიუხედავად რომ ჰაასი და ალპინი კარგები არიან მაინც ანიავებენ ამ ქულებს რა და ალპინი იმას ვილიამს ორი ისეთი კარგი პილოტი ყავს რომ ყველა შანსს ეპოტინება და ყველა შანსს ანუ ესე ვთქვათ ყველა საჭირო ქულას ყოველთვის იღებდა ვილიამსი შარშანდელიდან ხო არ შანსი პირიქით არაც ანიავებს ზემოდან ამატებდნენ შესაძლებლობას ზემოთ აკეთებდნენ ვილიამსში ყველაფერს ხო საინს მე-15-ზე გავიდა ალბონი მე-20-ზე და ამითი დავხუროთ ჩვენი ბექმარკერები და წავიდეთ ლიდერებში ფერარით დავიწყოთ ჰამილტონის რაღაც აი ეს შუა ნაწილი რბოლის იყო ძალიან კარგი, როცა სტრატეგიულად ძალიან კარგად მოერგო. ისიც ხო რომ როდესაც ჰამილტონი ბოქსებში ანუ არ შევიდა, ესეც ჰამილტონის დამსახურებაა, ხო, იმიტომ რომ შეინახა საბურავი და ლეკლერი თუ ადრე შევიდა ბოქსებში, ჰამილტონი გვიან აპირებდა შესვლას განსხვავებული სტრატეგიით იარეს. თუმცა აი რაღაც არ ყოფნის რა ლუის. ბატარეის პრობლემა ქონდა. ხო, ტექნიკური პრობლემაც ქონდა. უბრალოდ ეს ტექნიკური პრობლემა ყველას აქვს უკვე ეს. არა. ხანვის აქვს. არა, ლუის ბატარეაზე ქონდა პრობლემა, იმიტომ გაასწრო ამდენმა პილოტმა და ამაზე პრეტენზიაც ქონდა გუნდთან, რომ ანუ შალს რატო ქონდა ამდენი ენერგია და მე რატო არ მქონდა, მაგრამ კვალიფიკაციიდან რომ დავიწყოთ, რასაც შენაბობ, აი მან ზუსტად მივხვდი რას ციძახი რა. აი მაინც ვერ გამოიყურება ისე როგორც გამოიყურებოდა ჩინეთში თუნდაც. ჩინეთში გაცილებით უკეთესია. ხო, აი მე ზუსტად ეგარ მინდოდა რა, რომ ეს ყოფილიყო სპეციფიურობა ლუისის და ჩინეთის როგორც მოხდა შარშან. აი რაღაცნაირად ჩინეთის მეც რაღა დაგიმალოდა, ცოტა მეცველოდი, ნუ გასაგებია ეგ პრობლემა, გასაგებია ისეს, მაგრამ ისევ რაღაცნაირად ისე დავაგდა, რომ შარლი ისე უკეთესია რა. კი, შარლი ჯერჯერობით პოდიუმზე ავიდა, ახლა შარლმა მარტო ლუის ხო არა, რასელის უკან იყო, მოდი ეს გავითვალისწინოთ. კი, რასელსაც პრობლემები ქონდა. მართალია, ნორისაც პრობლემები ქონდა, ლუის ვისაც გაასწრო ლეკლერმა სამივეს პრობლემა ქონდა, ხო, რეალურად. მთელი უქმეების მანძილზე. ხო, მაგრამ თუმცა ტრასაზე გაასწრო, რასელს გავიგერო იქ რასელი ბატარეას ტენიდა, მაგრამ თუ ბატარეას ტენიდა, მე უკან გადაესწრო უკვე დატენილი ბატარეით. არა, ეგ ანუ ხო, ეგ რა შუაშია კაცო. შალმა იარა ძალიან კარგი რბოლა ჩაიგდო. დასწრებები ძალიან ლამაზი იყო შალის 1-2, თუნდაც ლუისზე ხო, იქ ლუისაც ბრავო, სად დაუთმო იქ და ძალიან სწორია მანდ როცა ფეხს უშვებ გაზიდან. უბრალოდ აი რაღაც არ ვიცი ჰამილტონისგან ანუ როგორ არ უნდა ველოდო 7 გზის ჩემპიონია ანუ კიდე უფრო მეცველოდები რა აი მინდა რომ უფრო შეაწუხოს ზემოთ თუნდაც მერსედეს და ამ შემდეგ არ ვიცი შეიძლება ბევრს თხოვ მაგრამ არ ამგონია ბევრს თხოვ ბევრი როგორ უნდა მოთხოვო 7 გზის ჩემპიონია ბევრი კი არა მარტო პირველი ადგილს ითხოვს გულში ანუ ყოველ რბოლაში მინიმუმ ამ მანქანით პოდიუმზე უნდა პოდიუმისთვის უნდა იბრძოლოს ხო პოდიუმისთვის უნდა იბრძოლოს თუმცა ისევ ამ პრობლემების ფონზე მაგიტომაც გადაასწრო ყველამ ხო არა ამ რბოლაში მოდი მაინც ამ რბოლაში გავატაროთ ხო ეს პირველი სტინტით ან მართლა არ ქონია ცუდი უბრალოდ საერთოდ არ ჩანდა
ხო, მარჩან და ისევ ტემპი ხო, ანუ თითქოს მოწყვეტილი იყო ლიდერებიდან, ეს 2-3 წამით ვერ იყო შეტევის მანძილზე რა, როგორც სხვები. ხო და ვარჯიშებზეც თქვა რომ რაღაც ვერ გძნობს თავდაჯერებულად ამ მანქანაში თავს ის. არა და წინა ეტაპზე ძალიან კარგად გძნობდა თავს. ხო. არ ვიცი, ალბათ მანდაც პარამეტრების ამბავი იყო რაღაც. შეიძლება. წავედით Red Bull-ში, Red Bull-ი მე მგონი უკვე ბექმარკერებში. მომავალ სეზონში მოგვიწევს რაღაც უფრო ადრე დავიწყეთ Red Bull-ზე საუბარი. ხო, იმიტომ რომ არ ვიცი, ანუ თუ რა უნდა შეცვალონ, არ ვიცი, ანუ ვერ ხვდები რა შეიძლება Verstappen-ი გაეჭედა გასლის უკან და ჰაჯარი მესამე სეგმენტში გადავიდა და ანუ პირწმინდად წააგო პოზიციები, ხო, ისაკმა, ეხა ისაკზე ვერ იტყვი რომ სუსტი პილოტია, ან არ ვარგა, ან რაღაცა მე-12-ზე გავიდა, აუდებს შორის გაეჭედა ჰაჯარი. ანუ ჰაჯარიდან ის პილოტია, ხო, რომელიც სულ იბრძვის. ანუ შეიძლება რაღაცა მეგა გასტრებები ვერ გაჩვენოს, მაგრამ აი მე ერთ ქულას მაინც მოგიტანს რა. მაქსი არ ვიცი რა ვთქვა, მაქსი არაერთხელ გვითქვამს და თვითონაც ამბობს რომ უკმაყოფილო ამ რეგლამენტით, სხვა შორის დომენიკალისთან იქნება ახლა შეხვედრა აპრილში და იქ ალბათ დომენიკალის დაამშვიდებს რომ რაღაცები შეცვლიან და მთლად ასე აღარ იქნება. ხო იქ საინსზე დამავიწყდა, საინსმაც თქვა ბერმანის შემთხვევაში ჩვენ ვაფრთხილებდით ფიას რომ ამ დატენვის მომენტში იქნებოდა ეს საფრთხე. ჩვენ პირველ გადაცემაშიც ვამბობდით რომ როდესაც გაზიდან უშვებ ფეხს მოსახვევამდე და ნელდება უცებ შენს წინ მანქანა, ამას შეიძლება კონტაქტი გამოიწვიოს და საშინელება და ახლოს ვიყავით ამასთან, პლუს ამას ეს სუპერ კლიფინგი, რომელიც იგივეს შვება და გიგდებს სიჩქარეს სწორ მონაკვეთზე. მოკლედ მაქსი ამ ყველაფრით უკმაყოფილოა, მე უბრალოდ არ მესმის გულშემატკივარის, ანუ ცოტა როგორ ხსნიან, იცი, მაქსი რაღაც ვერ დადის, იმიტომ ამბობს ამას. ანუ ეხლა მართლა სიამოვნებას თუ ვერ იღებს შენ ბოლიდის მართვით, არა შეიძლება მაგიტომაც ამბობდეს კაცო რაღაც მხრივ. ხო და Mercedes-ზე რო იჯდეს შეიძლება ხმა არ ამოეყო. ეგ არავინ არ იცის და ვერავინ ვერ დამიმტკიცებს რომ Mercedes-ზე რო იჯდეს იგივეს იტყოდა, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ანუ მართლა არ სიამოვნებს, ხო? პელეტონიდან, რავი, 22 კაციდან რამდენი იტყვის რომ კარგია ეს რეგლამენტი და მოწონთ ამის მართვა, ხო? მაგრამ პილოტებისთვის ძალიან ხო და ის ანახაობის კუთხითაც არ ვიცი, ბევრის აზრი იყოფა, ბევრი თulis რომ ხელოვნურია ეს გადასწრებები, ბევრი თulis რომ არა კარგია სანახაობა, მოკლედ აქაც გაყოფილია გულშემატკივარის აზრი, მაგრამ როცა FIA რაღაც დათმობაზე მიდის, ანუ ამით აღიარებენ, რომ რაღაცნაირად შეცდნენ და რაღაცნაირად გამოსწორება უნდა ამ ყველაფრის. მოკლედ არ ვიცი, Red Bull-ში ძალიან დაძაბულია სიტუაცია, მაგ მხრივაც მაქსი ამბობს, რომ საერთოდ წავა სპორტიდან და ეს ალბათ კატასტროფა იქნება ფორმულა 1-ისთვის და მე დარწმუნებული ვარ დომენიკალი ზუსტად ამის შეეშინდა და ამიტომაც უთხრა მოთხოვა მაქსს რომ რაღაც ვახშამზე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, ჩემთვის ძალიან ცუდია Red Bull-ის ასეთ მდგომარეობაში ხილვა, სულ რომ Max Verstappen-ი არ იყოს, სულ რომ ისაკ ჰაჯარი არ იყოს, Red Bull-საც აქვს უკვე თავისი ისტორია და Red Bull-ი ძალიან ტიტულოვანი გუნდია უკვე. აქედან გამომდინარე, როგორც Williams-ის უკან რიგებში ყოფნა მწყინს, ისე არ მომწონს Red Bull-ის უკან ყოფნა. რაღაცა უფრო სასიამოვნო იქნებოდა Red Bull-ი ბრძოლაში რო იყოს თან Max-ის ბრძოლის უნარიანობა, ვიცით? კიდე ანუ ზემოდან დამატებითი შოუები გვექნებოდა, წარმოიდგინე ახლა Max რო ცოტა უკეთესი ბოლიდი ყავდეს, რამდენად სანახაობრიობა იქნებოდა იქ Russell-ის და Max-ის ბრძოლა ხო თუნდაც ანუ ერთმანეთის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს ვიცით და გულშემატკივარს სწორედ ამის ხილვა უნდა და ეს უნდა ალბათ Max-ის გულშემატკივარსაც ხო მესმის მათიც რაღაც ხრივ თუმცა ამის გამო რომ საერთოდ ფორმულას ყურებას დავანებებ თავს და რაღაცა ეს საერთოდ არ მესმის რაღაცა გამოსწორდა გადავალ GT3-ის ყურებაზე ანუ GT3-ს უდიდეს პატივისცემა უბრალოდ ანუ სად ფორმულა 1 სად ნებისმიერი სხვა არა გასაგები ანუ ეხა ფორმულა ელექტროფორმულა გქონდა ისედაც ფორმულა E ვისაც უნდა და მოწონს არის აგერ ბატონო და შეუძლია უყუროს მაგრამ ალბათ FIA რასაც თვითონაც აღიარებს პირველი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ელძრავის გათანაბრება ჰიბრიდულ ძრავთან. ეგ ანუ ეს იყო მთავარი ხო პრობლემა და ალბათ რაღაც ამ კუთხით წავლენ მე ესე მგონია და ალბათ ისევ რაღაცნაირად დაწევენ იმ კილოვატს
რამდენიც აქვს ელექტროძრავს და ანუ მაინც წამყვანი იქნება ალბათ შიდა წვის ძრავი რა. ამ ხრივ ბატარეაც ნაკლებად დაჯდება, უფრო დიდხანს ეყოფათ პილოტებს, ნაკლებად მოუწევთ, აუ აქ დავტენო, იქ დავაჭირო, იქ ის ვქნა და მოკლედ საფრთხეთოს ნაკლებად იქნება რა. მე რა არ მესმის, ხო გადავიდა ბიოსაწვავზე რა უკვე ანუ ფორმულა 1 და რაღაც უნდათ ეს ამხელა ბატარეა, რა თუნდათ გათანაბრება, მაგალითად გაეკეთებინათ 70-30-ზე. თუ მაინც და მაინც უეჭველი უნდა ყოფილიყო ეს. ანუ გააკეთეს იმიტომ რომ ეს გასწრების მომენტი ყოფილიყო და მაგაში ვერ შეედავები, ანუ გასწრება მართლა გაიზარდა ხო რიცხვიც და ანუ რეალურად ამდენი გასწრება არ გვაქვს, მაგრამ ამ გასწრებას ხო დიდი მნიშვნელობა აქვს არა? როგორ ხდება? აი ხარ ასელს რო გაასწრო ლეკლერმა, ეგ არ არის ჩემთვის გასწრება ხო? კი, მაგაში არ შემიძლია არ დაგეთა. თან ეს ელექტრომომენტი აგერ როგორც კი ელექტროობაზე ჩააჭირეს, უხეშად რო ვთქვა BYD ჩინეთიდან გადმოხტა რომ ფორმულა 1-ში მოსვლა მინდაო და ამხელა ბობოლა კლიენტს ახლა ფორმულა 1 რამდენად დაკარგავს ხო ხვდები პირიქით უფრო ალბათ მე იმის მეშინია რომ უფრო არ გაღრმავდეს არა მე ფორმულა 1-ში წავიდენ რა ხო ანუ მაგას წავიდენ და არის მე მგონი იქ ხო არ ვიცი ფორმულა ის არ ვუყურებ ხო თუმცა ანუ ბატარეით ნუ შეფჭამენ რა გავიგეს მაგრამ ფორმულა 1-ს არ ვუყურებთ და ნუ წაგვაყვანინებთ ძალიან გთხოვთ ფიას ვთხოვ პირველ რიგში წავიდეთ მერსედესში მერსედესი ჯერჯერობით ყველაზე სტაბილური ერთ-ერთი ანუ რასელი არის რომელს არ გაუმართლა ტოტალურად მოდი ესეც ვთქვათ ძალიან კარგი პირველი სტინტი ჰქონდა რასელს ერთ-ერთი ფავორიტი იყო ამ რბოლის მოგების მე ვიტყოდი პიასტრისთან ერთად არ ვიცი იქ შეიძლება პიასტრი მაინც უფრო ფავორიტი იყო რასელის პრობლემების ფონზე თუმცა რასელს ბევრად უკეთესი შანსი ჰქონდა ვიდრე მეოთხე ადგილზე დასრულება ხო პოდიუმოდ დარჩა ბოლოს რასელი და მისმა თანაგუნდელმა მეორე რბოლა მოიგო ზედიზედ ძალიან გაუმართლა კიმის თუმცა ამ გამართლებასაც ჭირდება კარგი სიარული ხლა როცა მეორე ადგილას 15 წამით მოუგებ რბოლას ესე იგი მეგარბოლა ჩაატარე ხო კიდევ ერთი ჰეტრიკი პოლ პოზიცია გამარჯვება და სწრაფი წრე მე ერთს ვიტყვი რომ ჯერ საერთოდ სტარტი იყო ძალიან საინტერესო იქ მერსედესებმა ორივემ დაკარგეს პოზიციები ანტონელის განსაკუთრებით საშინელი სტარტი ჰქონდა ფერარისგან მივეჩვიეთ და ამ ყველაფერში პიასტრი გაიპარა პირველ პოზიციაზე ჩემთვის უსაფრთხოების მანქანამ ძალიან გააფუჭა რბოლა და რატო მაშინ გამოვიდა ის რომ კიმი მოხდა პირველ პოზიციაზე და ნუ ვიცოდით რომ კიმი მერსედესით კიმის დამწევი არავინ არ იყო მერსედესით მით უმეტეს რასელს პრობლემები ჰქონდა და რასელი არ იდგა კიმის უკან კი პიასტრიც კარგი რბოლა ჰქონდა მოდი შევთანხმდეთ მაგრამ მაკლარენი ჯერმანიც არ არის ისე ახლოს მერსედესთან რომ თუნდაც გამოუცდელ კიმის პიასტრი ებრძოლოს და გამარჯვება მოპაროს ასე ვთქვათ პირიქით გააცამტვერა კიმიმ ხო მანქანის და თავისი ნიჭის ხო ხარ აი საინტერესო იქნებოდა უსაფრთხოების მანქანა რო არ ყოფილიყო გრჩებოდა ესეთი პოზიციები ხო პიასტრი რასელი რასელს როგორ შენ თქვი პრობლემები ჰქონდა და რაღაცნაირად ათანაბრებდა ეს პიასტრის ხო შეიძლება კიმი წამოწეოდა უკვე რასელს და ეგეც და ერთმანეთში პირველობისთვის ბრძოლაშიც ხო ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ პიასტრი მოიგებდა მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს იმასაც რომ რასელი ვერ მოიგებდა ხო რა ანუ ორივეს ძალიან მაგარი შანსი ჰქონდა და ამ ხრივ ძალიან მაგარ მეორე სტინს მივიღებდით აი ამ ხრივ ძალიან გამიფუჭა ასე ვთქვი ქარმა სიმართლე გითხრა მერბოლა იმის მიუხედავად რომ ანტონელი მოიგო ობიექტურად რო შეხედოთ აი ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით აი ის სცენარი უფრო კარგი იქნებოდა მაგრამ აუდი მაინც არ შეიყვანდა ემბერგს აუდი მაინც გავფუჭებდა ხო რაღაც არ ბოლოს ხო არ ვიცი აქ მართლაც უფრო საინტერესო იქნებოდა იმ ხრივ რომ წარმოიდგინეთ დადგებოდა პიასტრი რასელი და აქ საინტერესო იქნებოდა რასელი ანტონელის დუელიც უკვე ხო იქ ცოტა გარეული პარამეტრები. ნახე შენ ფსიქოლოგიური რასელისთვის უფრო დარტყმა იქ. თან ეთყოდნენ გაატარა. იმიტომ რომ მაგიტომ ეთყოდნენ რომ ყველა მივიცოდით რომ ხო უფრო სწრაფი იყო და ამას პრობლემა ჰქონდა. არ ვიცი აი მაიამის ძალიან ველოდები რომელიც ძალიან გვიან იქნება სამწუხაროდ ახლა მოსავლეთის კონფლიქტის გამო. მანამდე წავიდეთ სანამ გადავალთ უკვე მაიამიზე, თუმცა მაიამიმდე ჯერ კიდევ რაღაც სხვა რუბრიკები გვაქვს. მაკლარენზე ხო, მაკლარენ is back, როგორც თქვით, ეს ძალიან კარგია, ძალიან გამიხარდა და რაც საინტერესოა, თურმე მაკლარენი უკეთესია ვიდრე ფერარი.
აქ კიდევ ეს გამოჩნდა, ხო? ანუ პირველი ვერ ბოლა, რომელშიც იარა. ცილოდით მაგაზე. პირველი ვერ ბოლა, რომელიც იარა პიასტრიმ, აქამდე არ ულიარ ბოლაში პიასტრის, აჯობა თავის თანაგუნდელსაც და ორივე ფერარის პლუს რასელს. ხო, ანუ სამიდან ორი ბოლა არ იყო თქო მაკლარენი და რო დაბრუნდა ფერარის უკეთეს პოზიციას დაამთავრეს პირველი ვერ ბოლა თქო. ანუ პიასტრი იყო არ ვიცი. მეგარ ბოლა ჩაატარა. ხო, მე ხო იცი ნორისის და პიასტრის პირველი მტერი ვარ ხოლმე, მაგრამ არ შემიძლია არა უკვე. ჩასაფრებული ხარ ხო. აი, ოსკარიც და ბიჭო, ლანდოც ძალიან კარგი იყო რა. იმის მიუხედავად რომ ამდენი პრობლემა ჰქონდათ, რაღაც ეს პრობლემები როგორ თქვა, ხა პიასტრის ბოლებს ტოვებს, მაგრამ ამასაც სერიოზულად მოყვება რა ეს პრობლემები. 6 შესაძლებლობიდან, მოდი ვთქვათ, რომ ერთხელ არ იყო პრობლემა, ანუ წარმოიდგინე 6 შესაძლებელი ლანდოს 3 ვერ ბოლაში სხვადასხვა პრობლემები ქონდა ის ორში არ იყო ის ორში საერთოდ არ იყო და ერთი ეხლაც შეიძლება რაღაც პრობლემა ქონდათ რბოლის ბოლოს ხო და წარმოიდგინე ერთხელ გამოვიდა და მეორე ადგილზე გავიდა ხო კი თან მისასალმებელი რა არის კიდე მანდ იცი არ ვიცი შეიძლება იგეც ის მომენტი არ იყოს ცოტა მაგის მეშინია მაკლარენი ყოველთვის კარგია სუზუკაზე რა და მაგალითად სტრასის სპეციფიკიდან იქ მაქსმა მოდი ეს ვაღიაროთ მაქსმა მოუგო რა კვალიფიკაციაზე გადაწყდა იქ რომ მაქსმა მოუგო რა და აი ამის მეშინია რომ მაკლარენის კარგი ფორმა არ იყოს განპირობებული იაპონიის გრან-პრით რადგან ყოველთვის კარგები არიან აქ ძალიან დიდი პრობლემაა მაიამიშიც კარგია ხო მაიამიშიც ხო ლანდოს ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური თუმცა განსხვავებული რეგლამენტია მაინც კაცმა არ იცის ხო ესე წარსულიდან ვერ გადმოიტანს რა და საბურავების წვეთ აქვს მაკლარენს ყველაზე დიდი პრობლემა ცოტა უარესია ვიდრე ფერარი ეს გამოჩნდა კიდევაც კი პირველები შევიდნენ და არ ვიცი საბოლოო ჯამში მე ხედავ მაკლარენში იმას რომ პროგრესის კიდევ უფრო შეუძლიათ და აი აუგეს ხო იმას ძრავზე ქონდათ პრობლემები რაღაცებს ვერ ათავსებდნენ იმიტომ რომ მერსედესი ცალკე ძრავს აძლევს გადაცემათა კოლოფი არ აქვთ მერსედესის და ამას კიდე ცალკე შეხამება უნდა და მოკლედ მაკლარენს მე ვთვლი რომ მოქმედი ჩემპიონები სეზონის ბოლომდე ივნისში კიდე არ ვიცით რა გველის ანუ ბრძოლაში იქნება. აი მე მახსენდება ყოველთვის 2023 წლის სეზონი, ხო? როდესაც მიწურულს უკვე მაკლარენმა ძალიან მოუმატა 24 დაიწყო უკვე მოგებები 25-ში ჩემპიონი გახდა პილოტით და კონსტრუქტორით. ანუ მაკლარენს პროგრესი ჩვევია და მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა ფერარისგან განსხვავებით. ფერარის პირიქით აქვს, ანუ სეზონს დაიწყებს რაღაცა საოცარ ფორმაში და მე ანუ ეს აპგრეიდების რომ მოდის, მუდმივად უკან მიდის. ხო და აი მაკლარენისგან ამიტომ ველოდები არ ვიცი რაღაც დროს არ ვიცი მერსედესის იმას რომ გადაამოწმებენ ხო ეხლა აი მაგას ვამბობ ივნისი კიდევ ცალკე თემა არის ეხლა იქ რამდენად სამართლიანია ანუ სამართლოა ან არ ვიცი ეს რაღაცა მანდაც იმდენად ისე გაიყო აი ივნისში რა გადაწყდება მე გავშლით მაგას კი რაც არ უნდა გადაწყდეს გაიყოფა გულშემატკივრის აზრი უეჭველი და პრობლემა იქნება ეგ ფორმულას გულშემატკივარში თუმცა აი მაკლარენის პროგრესიდან გამომდინარე არ ვიცი რატომ ხედავ რომ მაკლარენი სადღაც მერსედეს მაგრად წამოეწევა და არ გამოვრიცხოთ რომ მოგებებიც დაიწყოს უკვე მაკლარენმა დუბლებით თუნდაც როგორც ჩარშალა თუნდაც დუბლებით თუ ახლა მართლა ყველა ბოლოს მერსედეს ხო არ მოიგებს არა თან ეგრეშორსაც არ არიან ხო ფერარიც ახლა მშლად ეგრე არ არის რა ახლა ფერარის ისეთი სტარტები აქვს უნგრეთში და მონაკოში შეიძლება მაგ სტარტზე თუ გაგასწრო მონაკოში არ ვიცი ასწრებებიც იქნება მონაკოში საერთოდ პოული არ მოიგოს პრინციპში ეგეთ მოსახვეებში დიდი სწრაფი არ არის ფერარი და თან ვერც უტევენ ამ ბოლიდით კვალიფიკაცია არ ვიცი იქნებ მონაკომდე ისევ რაზეც წეღავისაუბრეთ ხო შეუმოწმონ ის რატიო და მერსედეს და საერთოდ გათანაბრდნენ ყოველ შემთხვევაში რა აბსოლუტურად გეთანხმები თუ ვინმეს მერჯერა არის მაკლარენი მაკლარენი ყველა და ფერარისიც მაინც მჯერა ერთადერთი რედბულის არ მჯერა არანაირად ამ სეზონში მაკლარენი და ფერარი თუ იზავენ ისევ რამეს აი რედბულის წინსვლა ერთადერთი ახლა მთავარი ის არის რომ მაქს შეინარჩუნონ და მართლა არ წავიდეს ეს სპორტიდან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ფორმულა 1-ისთვის არ ვიცი რედბულს მე სარბოლო ტემპში
ძალიან შორს ვერ ხედავ ჰაასისგან და ალპინისგან ერთ ტემპში, ვერც საკვალიფიკაციო კვალიფიკაცია ჰაჯარმა კიდე რაღაცები გამოძერწა, მაგრამ ავსტრალიაში იყვნენ რეალურად ყველაზე კარგი. დანარჩენი ეხლა რო უყურ, ანუ რითი ჯობია ჰაასთან ალპინს Red Bull-ი. ალპინს რო ვერ ჯობია გამოჩნდა. კი, აგერ ვერ გაასწრო და პირიქით აქეთ გაასწრეს. ეს არ ვიცი ხო, ძალიან რთულ მდგომარეობაშია Red Bull-ი ლიდერებამდე ძალიან ბევრი უკლია Red Bull-ს. დღის ბოლელი ოსკარი. ჩემთვისაც ოსკარი, თქვენც სამართლობა იქნება. ხო, ანუ როგორ შეიძლება რომ არ თქვა. კაც დაბრუნდა და პირველივე გასროლით ესე მეორე ადგილი აიღო. მე მგონი გულშემატკივრის დღის ბოლელიც ოსკარი მოიგო ჯანამსად და დამსახურებულად კი მეც არ შემიძლია არ დავეთანხმო და ეხლა გადავიდეთ ჩვენს რუბრიკაზე გულშემატკივრის კითხვები და დავიწყოთ პირველი შეკითხვა რომელიც თიტო ლომსიანიძესგან გვაქვს DRS-ი რა სისტემამ ჩაანაცვლა რომ გითხრათო DRS-ი ანუ DRS-ი მოდი ესე ვთქვათ ჩაანაცვლა overtake mode-მა DRS-ი თუმცა DRS-ის გავსი სისტემაა straight mode-ებზე, როდესაც ფრთები იხსნება, ხო? ხო, ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ერთ წამში დეტექციის ზონაში როცა იყავი შენს მეტოქესთან და იხსნიდი ფრთას, აქ უკვე აქტიურებ overtake mode-ს, ანუ მეტი ენერგია გეძლევა ბატარეიდან ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ხო, ფიზიკურად ფრთის გახსნა დაშვებულია ეხლაც, ოღონდ დაშვებულია ნებისმიერ ადგილას სწორ მონაკვეთს, ხო ნებისმიერა იქაც რბოლის წინწია გამოყოფს ხოლმე ადგილებს, სადაც უნდა გახსნან ეს სწორი მონაკვეთის რეჟიმი, ასე ვთქვათ, ქართულად რო ვთქვათ, თორე რეალურად გასწრების მხრივ overtake mode-მა შეცვალა DRS-ი და თან ყველას შეუძლია უკვე ფრთის გახსნა, წინ იყო გინდა. კი, და წინაც და უკანა ფრთაც იხსნება, წინა შემთხვევაში თუ მარტო უკანა ფრთა იხსნებოდა. ბეკას ვაიპს, ეგეთი ხარებელი წერს რომ თქვენი აზრით ოლი და ისაკი იგივე პერფორმანსის დადებას ვერ შეძლებდნენ Mercedes-ის რაც კიმი მქნა ჩინეთშიო. კი, კარგი ბიჭია კიმი, მაგრამ როგორც მაქსი ან შარლი ან ჯორჯი მის თაობაში შეიძლება ეგრე გამორჩეული იყოსო. აბა შენ დაიწყე. მაგაზე მაქს აქვს ძალიან კარგი ფრაზა ბაბუაზე და ბებიაზე. ანუ არ ვიცი კიმიმ გააკეთა ეს კიმია Mercedes-ში სუბიექტური აზრი თქვა ანუ ვერ ვიტყვი რომ ვერ გააკეთებდნენ ანუ ოლის რომ უყურებ წლევანდელ სეზონში რანამუსთ უნდა ვთქვა რომ ოლი ვერ გააკეთებდა არ ვიცი ფაქტია რომ ვერავინ ვერ დაუმტკიცებს ერთმანეთს რომ ან ერთი გააკეთებდა ან მეორე მაგრამ პოტენციალი ოლისაც და ჰაჯარს აქვთ იმდენი რომ ჩემპიონები გახდნენ მოდი ესე ვიტყვი რა ანუ როგორც კიმიზე შეიძლება თქვა რომ პოტენციალი აქვს და ვუნდერკინდია და ასე შემდეგ ჰაჯარი და ოლიც ძალიან ნიჭიერები არიან ამ ხრივ რა უბრალოდ აი ჩემი სუბიექტურად რო ვთქვა კიმი ჩემთან ბევრად ახლოს არის ვიდრე ჰაჯარი და ოლი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ჯობია ანტონელი ორივეს რა უბრალოდ მე კიმი უფრო მომწონს არ ვიცი მე ამაზე რა შემიძლია ვთქვა ის რომ კიმისგან აი ზუსტად ამას ველოდი შარშან მე პირველი ვიყავი ალბათ ვინც გაკრიტიკება დავიწყე კიმის გამოსვლებიდან გამომდინარე, თუმცა აი შენ ყველაზე სწორად მეუბნებოდი დააცადე ჯერ პატარა, კი. ანუ მართლაც ძალიან პატარა იყო. უბრალოდ ანუ მე ვის ვადარებდი, მაქს ვერსტაპენს ვადარებდი, მისი 18 წლის ასაკის გამოსვლა, იმიტომ რომ მე კიმიში ტალანტს არანაკლებს ხედავ, რა ვქნა, ანუ არ ვიცი, ვიღაც შეიძლება შემომედავოს, მაგრამ არანაკლებს. მე შემოგედავებით და შეიძლება თვალ მაქსი მაქსი უფრო ტალანტი იყო ვიდრე კიმი თუმცა ანუ აი ხა რასელთან და ლეკლერის ტალანტთან არ ვიცი თანაბარ დონეზე ვაყენებ მე კიმის არ ვიცი აი მაინც დრო გვაჩვენებს კი აუცილებლად ტალანტი რო დავოთ ძალიან ანუ მეგა ტალანტი არის ეგ იცოდი ისედაც უბრალოდ მინდოდა რომ ეს გადმოთარგმნილიყო ხო ცოტა რა იყო იცი კიდე მოდი შევადაროთ მაქსი სად მოვიდა ანტონელი ხო გამოდიდებლით აყვირდებოდნენ როცა Mercedes-ში ხარ ხო შენ მაინც ტოროროსოში თან როგორ ხო ჩვენ მიჩვეული ვართო ტოროროსო იყო რაღაც
სკოლა Red Bull-ის. და აქ თუ ჩააბარებდი გამოცდას, მე გადადიოდი Red Bull-ში და მორიგი, ასე ვთქვათ, პროდუქტი იყო Max Verstappen-ი Toro Rosso-ს. და ეს ეგრევე მოდის წარმოიდგინეთ ტოპ გუნდში, ეგეთი რაღაც ლუისის მერე არ მომხდარა, ხო? ლუისი რომ McLaren-ში მოვიდა. და ლუისმა როგორ და ასე როგორ ხო, ჯერ არ დაუსრულებია კიდე და კიდე წერს ისტორიას. ხო და არ ვიცი, კიმიმ უკვე იმის ნაბიჯები გადადგა, რომელი ნაბიჯებიც უნდა გადაედგა უკვე მეორე სეზონში ამ მანქანით. მაგრამ ხო ისევ იმას ვამბობთ, რომ ოლი და ისაკიც ძალიან ნიჭიერები არიან, უბრალოდ ხა როგორ თქვა, ანუ არ მინახავს, საჯარსაც გაკეთებული აქვს თუნდაც პოდიუმი შარშან ძალიან მაგარი შედეგი იყო. არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინათ რომელიმეს ან ოლის ან ჰაჯარს, მაგრამ გამეორების კუთხით ვერ ვიტყვი, რომ ვერ გაიმეორებდნენ რა. დიდი შანსი რომ გაემეორებინათ. ამ უპირატესობის მქონე ბოლდით დიდი შანსი რომ გაემეორებინათ. მით უმეტეს ისიც ვაღიაროთ, მოდი და თვალი დაუსწოროთ, რომ კიმის ორივე გამარჯვებას ფონად გასდევს რასელის პრობლემები. მოკლედ, ხო, ჰაჯარი და ოლიც ძალიან კარგები არიან. კეიდი 7 გწერს, ფორმულაში ახალი ვარ, სენას დოკუმენტურის შემდეგ დავინტერესდი სერიოზულად, რომელი აიკონიკ რბოლებს გამოარჩევდით, რომ ახალმა მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს. მე არ ვიცი, მე ბოლო წლები ალბათ? ან ბოლო წლები, ან აიკონიკ რბოლა რატომაც არა, ხო? აი 90-იანებში იყო ძალიან ბევრი აიკონიკ რბოლა, რა თქმა უნდა 2000-იანებშიც. 90-იანებში. ალბათ ანუ მოდი 1990-ში. ახლიდან დავიწყოთ. სუომი იყო. ანუ ალბათ აბუ-დაბი მაინც 21-ის აიკონიკ რბოლა არის, გვინდა არ გვინდა, როგორც არ უნდა ანდორი იყოს, ხო, ვიწყებს ერთ მხარეს არასდროს არ ავიწყებ. რაც არ უნდა, ხო, სამართლო იყოს და რაც არ უნდა იყოფოდეს ამაზე აზრი, ალბათ 21-ის აბუ-დაბი 2012-ის ბრაზილია, არ ვიცი, ანუ ეს რბოლა იყო რაღაცა შოუს, მეგა შოუ იყო. აი ერთ-ერთი ცოტა აი ესეთ რაღაც საოცარ რბოლებს ვერ ვიხსენებ Mercedes-ის დომინირების დროს. არ იყო და რა უცებნი პასუხი. ანუ მართლა არის. ანუ ხო, ეგეთი რაღაცა მეგარბოლები იმდენად დიდი. დაგვიწერეთ ისე, მე მართლა ვერ ვიხსენებ 2014-ში, 2015-ში. აი 15-ში ფეტელი რო გადავიდა ფერარიში, იქონდა ფეტელს ინდივიდუალურად ქონდა კარგი რბოლები. ალაიზია ხო, მაგალითად. აი 16 კარგი იყო, იმიტომ რომ ნიკო იბრძოდა იქ უკვე ლუისთან თანაბრად, ეგ სეზონიც, რავი, ერთ-ერთი საუკეთესო მე მგონი და 12 ჯერ იმიტომ იყო მაგარი, რომ თავიდან რამდენმა სხვა პილოტმა მოიგო, ხო, 6 თუ 7 იყო იქ და არც ესე აიკონიკ ალბათ 11-ის კანადა უეჭველი თუნერვები გეყოფა და თუ დაჯდები 6 საათი ხანი ხო გადახოვებით შეიძლება. ყურება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აიკონიკ და ისეთი რბოლა იყო ისტორიაში საერთოდ 2010-ის აბუ-დაბიც 10-ის აბუ-დაბიც. ხო, ეს დისაიდერები რა, საჩემპიონო რბოლები, სადაც ჩემპიონობა გადაწყდა ყველა ბრაზილია და ყველა აბუ-დაბი თითქმის. აი შუმახერის დომინაციის დროსაც ეგეთი რაღაცა აიკონიკ რბოლა შუმახერს ჰქონდა ხოლმე აიკონიკ რბოლები. ხო, ანუ მაგას ვამბობ, ვიღაცას დაეწევა და თუნდაც სუზუკა 2005 შეუძლია უყუროს ძალიან მაგარი რბოლა იყო კიმიმ რო ბოლო წრეზე გადაასტროფიზიკალს და ასე შემდეგ. 97-ის სპა სპოილერი. 97-ის სპა 18-ისაც. 18-ის სპა მოკლედ მაგ პერიოდის ყოველთვის 96-ის სპაც მაგარი იყო. ძალიან მაგარი რბოლა იყო. 96-ის ესპანეთი არის შუმახერის მასტერკლასი. ხო, ეხა უბრალოდ ვერ ვიხსენებ, ძალიან ბევრია ეგეთი რბოლა. არ ვიცი, თუნდაც ის მალაიზია ხო, სადაც ალონსო ნახევარი გადაცემოდა ყოლოფით მიკროდა და პერესი ეწეოდა და ეწეოდა ხო. ეგეც ბევრი რბოლაა ესეთი რა. ანუ მე გირჩევდი რომ უფრო სეზონებს ჩაუჯდე არა? რაღაც მიმოხილვები რომელიც არის არის თან სრული სეზონის მიმოხილვები. მოკლედ, ანუ ისტორია ფორმულას იმხელა აქ, რომ არ მოგაწყენს, ანუ ბევრს აღმოაჩენ აუცილებლად რის ყურებაც შეიძლება. თაზო მორალიშვილი ხომ არ აპირებს წელს სეტანტა ლემანის ჩვენებას. მესმის კომენტირების ხრივ რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი წაყვანი ლევანი. მე ვერ წავიყვან ლემანს.
არა წაყვანი რა მაგრამ ჩაგეძინება? არა სპეციფიკა ჭირდება რა არა სპეციფიკა რა თქმა უნდა ჭირდება ნასკარსაც ჭირდება ეგრე სპეციფიკა ხო ახლა ლემას იმ ხელა ისტორია აქვს ნასკართან შედარებით შევადარებთ წაყვანით კი ალბათ წავიღოთ დაგაბავდა წაიყვან თუმცა არ იქნება ისეთი როგორც ფორმულა მიყავს ხო ახლა ემოციური ეგეთი ვერ იქნება ცხადია ახლა და ისედაც ამდენი ხანი გრძელდება ხო ტაიმინგითაც განსხვავებულია მაგრამ საინტერესო გამოცდილება იქნებოდა ჩვენთვისაც ამას ვიტყოდი და ხო უბრალოდ სამწუხაროდ არ გვექნება ლემანი ანუ ესე არ არის რა ყველა ტრანსლაციის ყიდვას უფლება უნდა ასე ვთქვათ და არ ხდება ესე რომ რაც ჩვენ მოგვინდება ეგ ვიყიდოთ სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა გვაქვს ამ მომენტში თორე რა თქმა უნდა ახლა ლემანი და სხვა სერიებიც რო ქონდეს უბრალოდ იქიდანაც უნდა მოდიოდეს უფლების მხრივ დადებითი აურა კი ბატონო გიო HD გამოკრავს თუ არა ხელს ფერარი ამ რეგლამენტზე რომელიმე ჩემპიონატს თუ იქნება Mercedes-ის დომინანტობა ბოლომდე. არის მე ვერ ხედავ რომ მაინც Mercedes-ის დომინანტობა იქნება ბოლომდე და ისეთივე როგორც მაგალითად ეს ჰიბრიდული ერაში გადასვლის დროს, როდესაც 2014-დან გადავედით, Ferrari გამოკრავს თუ არა ხელს, აღარ ვიცი უკვე ეს, ანუ არ ვიცი. ხო, დომინანტური აგერ მესამე ბოლოზე კიდევ სხვა მოიგო უკვე და რომ არა უსაფრთხოების მანქანა ალბათ მოიგებდა კიდევ. ხო, და ეს არ იყო Ferrari, ეს ხო McLaren-ი. არ ვიცი თუ დაეწევა Ferrari რაღაცნაირად, ყავს ორივე ისეთი პილოტი, რომელიმე რაღაც მოიგოს. მაგრამ არ ვიცი ისევ და ისევ ლიომ რას თქვა იმას უბრუნდები რამდენად განვითარებდებიან სეზონის განმავლობაში რამდენად დიდი ინოვაცია ექნებათ რითიც შეცვლია მთლიანად 360 გრადუსით ყველაფერს არ ვიცი მე სიმართლე გითხრა მაინც სადღაც მაქვს იმედი ხო არ მე Ferrari არ მე ისმის რომ წარ კონდეს ანუ ძალიან მეც უფრო ალბათ არ მაქვს ვიდრე მაქვს თუმცა მაინც ისევ რომანტიკა ხო Ferrari-ის ხვალეთ რომანტიკის გარეშე Ferrari მაინც წერს თავისკენ და მაინც სუმგონია რომ სადღაც ის Ferrari იქნება რომელსაც 2000-იანებში ვხედავდი შუმახერთან ერთად Quiet Beetle წერს ესეთ რაღაცას თქვენი აზრით თვითო თავის ასი ძახის ალბათ რომ როსბერგი რო არ წასულიყო ჰამილტონის შვიდის ჩემპიონი არ იქნებოდაო საინტერესოა. გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც და მაინც ვერ იტყვი რომ არ იქნებოდა. ხო, როსბერგია ის ადამიანი, რომელმაც 7 რბოლა მოუგო ზედიზედ ჰამილტონს. 7 რბოლა მოიგო თვითონ ზედიზედ, რაც ნიშნავს რომ ჰამილტონს 7 ჯერ დაამთავრა ჰამილტონმა როსბერგის უკან მინიმუმ. ესეა ნამ. არ ვიცი, თან ერთი სეზონი მოდი ვთქვათ რომ აჯობა. იქ გავიგეთ რომ მალაიზიაში ძრავი დაეწვა, მაგრამ ესეც როსბოლის შემოდგენილი ნაწილია შუმახერს სუზუკაზე ძრავი რო არ დაწოდა 8 გზის ჩემპიონი იქ. რამდენს გეტყვი ეგეც ციტატი რომ აქვს დაკარგა. კი, ანუ ეს ჩვეულებრივი შემოდგენილი ნაწილია. ხო, ჩვეულებრივი მოვლენა. მე მგონია რომ ბოლომდე რო ყოფილიყო ბოტასი მაგრამ ესეთი მარტივი ჰამილტონისთვის ეხლა რეალურად თქვათ ხო ბოტასი რომ მოვიდა ერთადერთი კონკურენტი ჰამილტონის ბოტასი იყო რომელსაც მარტივად ამარცხებდა და კი იქ Ferrari-ს ჰქონდა რაღაც კარგი გამოსვლები მაინც კარგი იყო და მაინც რაღაც კომპლექსური შეცდომები მოყვებოდა ხო იქ დიუშვებდა შეცდომებს Mercedes-ი მაინც სწრაფი იყო და თან Mercedes-ის ეს პროგრესი და Ferrari-ს არ ანუ ვერ განხორციელებული პროგრესი Mercedes კიდევ უფრო ეხმარებოდა იმაში რომ ანუ მოდი ისიც თქვა 18-ში როცა ჰოკენჰაიმზე ანუ Ferrari-ს ბევრი გულშემატკივარი აბრალებს Vettel-ს იმაში რომ 18-ში ვერ გახდა Vettel-ი და Ferrari ჩემპიონი ხო 18-ში თუნდაც აი ჰოკენჰაიმზე შეცდომის მერე და X-Pass-ზე გამარჯვების მერე Mercedes-ი სულ სხვა ბოლდი იყო და ბევრად უფრო სწრაფი იყო ვიდრე Ferrari. ამიტომ დარჩენილი იყო 8 რბოლა თუ რაღაცა და 8 რბოლაში უკვე რომ ბევრად გჯობნის კონკურენტი, არ ვიცი რამდენად შანსი არის. მე ყველა კალკულაცია გაკეთებული მაქვს, აი კალკულაცია Vettel-ს რომ საერთოდ არც ერთი შეცდომა არ დაეშვა და დაესრულებინა რბოლა. კალკულაცია Ferrari-ს რომ არც ერთი შეცდომა არ დაეშვა და დაესრულებინა რბოლა. აი რომელი კალკულაცია მაქვს კიდე გაკეთებული არც Ferrari-ს და არც Vettel-ს რო შეცდომა არ დაეშვა რა მოხდებოდა მაინც Mercedes ხდებოდა ჩემპიონი ანუ უდავოდ გახდებოდა 17 ამ კალკულაციით კი კეთესი მანქანა იყო ყველაფერს თავიდან ანებდა თუ გახსოვს შენ Ferrari-ს მოხსაგებ ტრასებზე Mercedes-ი იგებდა
და ფუფუნება ქონდა ლუის კიდევ ის რომ ბოტას ყავდა თანაგუნდელი ნომერ პირველი იყო ყველანაირად და თუ ესენი ამათ წაუწდებოდათ ფეხი მაშინვე ლუისი იგებდა და იქ რო ყოფილიყო როსბერგი ასე მარტივად ერთმანეთს წართმევდა რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნიდა როსბერგი ზოგადად მერსედესს შეუქმნიდა პრობლემებს რა და არც შეიძლება კიდევ ერთი ტიტულით წაერთმია. ანუ ესე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადვილი გასეირნება ვერ ექნებოდა ჰამილტონს, როგორც ქონდა. პოტასთან. გიორგი პანკოელაშვილი წერს შენ, ტოტო ვოლფსო არ გავსგავსებედო? მეუბნებიან ხოლმე მაგას და ამას. ხავიერ ბარდებს მე გეუბნები, აი უეჭო პირველი შენ. უეჭო მე არ მე კეთი მითხრა რომ ხავიერ ბარდენს გავსო. ხო. და ეხლა მამარჩი. მე საერთოდ ავარია ჯილენ ჰოლსა. და გადაეკიდა ჯილენ ჰოლს. არა უშავს ჯილენ ჰოლი შეგაყვარებს თავს ისე როგორც ბორტოლე. ერთი გასლიმ შემაყვარა და ბორტოლეტო და მეორე აუ ბორტოლეტო განახებ შენ როგორ პოლიდიდან გადმოსვლა ასწავლე ჯერ უტრამოდ როგორ შეიძლება გადმოყვიდე პოლიდიდან და მე ვილაპარაკოთ სისტრაფეზე. ნიკანოზაძე წერს ესეთ რაღაცას. ედრიან ნიუი ადრეცხო ჰონდას ძრავზე მუშაობდაო Red Bull-ში. ანუ მისთვის ახალი არ უნდა იყოს. მაშინ რა არის მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება ასტონის სრული აწყობაო. თვითონ ჰონდას ბრალი ხომ არ არისო. ნიუი როგორც ვიცი, ნახევარ წელზე მეტია ამ რეგლამენტის ბოლიდზე მუშაობს. ერთი 30%-ია იმ ხალხის, ვინც მუშაობდა იმ Red Bull-ში ჰონდაზე. და აქედან გამომდინარე საერთოდ სხვა კადრები არიან, მე ზუსტად არ ვიცით მარტო ჰონდას ბრალია ყველაფერი თუ ნუ იმაც მიქარა იქ, იმიტომ რომ ვერ ის მინაქარი აქვს ადრე. ალბათ ეგ ხო, ანუ ის არ არის რა, ის აქვე უფთო ანგელოზი. უბრალოდ ვერ მიდიან იქამდე რომ ჯერ ძრავს მოუხერხო რამე და მე აეროდინამიკაზე გადავიდნენ. მაგრამ მე არ მგონია რომ ძრავზე პრობლემა რო არ ქონდეთ, ძრავი რო ქონდეთ კარგი, აი ასტონ მარტინი გაფრინდებოდა პირველ პოზიციაზე იქნება, ეს არ მგონია. მე მგონია რომ რაღაც მეტი წილი ჰონდას ბრალია და რაღაც წილი აქეთ შასის მხრივაც დანაშაული მიუძღვის ბჭყალებში ედრიანს. ფეტელი წერს ეგეთ რაღაცას, ფაქტია არის, ცდილობს, ასე თუ ის სერიოზულ ფორმაში არიან, მერსედეს უპირატესობა გასაგებია, მაგრამ თქვენი აზრით რომ ტრასებზე შეიძლება წააგონ ტიფოზებთან. ყველაზე მოსაწყენი კვირა იყო პარიზში ვარ ვერ გიყურებთო და ხომ არიცით როგორ მოახერხო სეტანტას აპის გამოყენებაო. სეტანტას აპს როგორც საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებთ მხოლოდ საქართველოში. მაგრამ ბოქსებს შეუძლია უყუროს საზღვარგარეთ, ხო, ბოქსებს შეუძლია. მაგრამ რას ფიქრობ რომ ტრასებზე? ალბათ წეღარ აზევს თქვი რა, სადაც რთული იქნება გასწრება და სადაც სტარტზე ხელთ იგდებს ფერარი ლიდერობას, ალბათ ეგენი ხო უნგრეთია ასეთი. მე მგონია რომ მონაკოში ბევრი გასწრება იქნება. აუ იმედია იქნება, ვარ ჩუზუკაზე ისე უფრო მეცველოდი, რო არ დაგიმალო. ხო, არისო ისეთი მარტივი სუზუკაზე გასწრება, როგორც შეხვდა. მონაკოში მენეჯმენტის მხრივ პრინციპში უკეთესი სიტუაცია იქნება ბატარეს, მაგრამ მონაკომდე კიდე რა შეიძლება, არ ვიცი. ხო, ალბათ რაც შეეხება კითხვას, უნგრეთი, მონაკოშიც ძალიან რთული იქნება გალიდერდეს ფერარი იქ თუ დაკეტა მერსედესი იქნება თუ ვინც იქნება წინ, შეიძლება ფიზიკურად ვერ გაეტიოს იქ ფერარი. არ ვიცი, ყველა იმ ტრასაზე, სადაც გასწრება იქნება რთული, ფერარის ექნება შანსი თავისი პატარა ტურბინის ფონზე. ირაკლი წერს თუ მერსედეს ძრავი აგძალეს, შემდეგ ისევ გადომინანტეს არისო შანსი ისევ გადომინანტესო. არ ვიცი, მერსედეს რო ძრავი აუგზავნეს და ძრავი ალბათ გულისხმობს. ხო, იმ რა გულისხმობს. არ ვიცი, ძალიან გაუჭირდება, ანუ მაინც იქნება ტოპ გუნდი, რა თქმა უნდა, თუმცა აი ესე გადომინანტება უკვე ძალიან გაუჭირდება. ეხლაც არ არის. ეხლაც არ არის. იმის მიუხედავად რომ კი, კაცო, ხა რაზე ლაპარაკი, ძალიან დიდი სისტრაფე აქვს ერთ წრეზე და წრეზე ბევრს უგებენ მეტოქეებს, მაინც რაღაც მერსედესის სხვა დომინაცია უფრო მახსოვს. ის იყო დომინაცია. ხო, ის მართლა დომინაცია იყო. არ ვიცი, ისიც არ ვიცით მართლა ამის ხარჯია მერსედესი ასეთი კარგი თუ არა.
და ზუსტად ეგ მაინტერესებს ყველაზე ძალიან მართლა ეს ყველაფერი თამაშობს ამხელა როლს თუ შეიძლება ელექტრულ ნაწილში ამ Mercedes-ი ძალიან კარგი, აეროდინამიკის მხრივაც ძალიან კარგია, ხო, სადაც საბურავებს არ წვეთს, ესე იგი აეროც არ აქვს, ხო, ცუდი. არ ვიცი, მე მგონია რომ ეს Mercedes-ი ისე ვერ დაარტყავს, როგორც ველოდებოდით შარშან იყო, ხო? თუ შარშან წინ დრეკად ფრთებზე რო ველოდებოდით და იქ McLaren-ს ტემპი არ დაუპარგავს. ხო, აი რაღაც ესეთი სიტუაცია ხო არ შეიძლება იყოს. არ ვიცი, მოკლედ მე მგონია რომ დიდად Mercedes არ დაარტყავს ეს ყველაფერი. ისე იმაზე შეიძლება ოდნავ ხო, აი ოდნავ შეიძლება ვიღაც მიუახლოვდეს, მაგრამ ისე რომ უცებ მეოთხე მანქანა გახდეს და მესამე ეგ ზუკო წერს ბოლო შეკითხვა ჩვენი შეკითხვებიდან მაინტერესებს რამდენად მოგწონთ ახალი რეგლამენტი და რამდენად აქვს შანსი რომ განვითარდნენ გუნდები თუნდაც ამ სეზონშივე მე დავიწყო მე არ მომწონს კვალიფიკაცია ანუ კვალიფიკაცია არ მომწონს იმიტომ რომ ვერ ახერხებენ პილოტები რასაც ქვია საკვალიფიკაციო რეჟიმში სიარულს აგერ ვინც გამოირჩეოდა კვალიფიკაციაში წელს საერთოდ აღარ გამოირჩევა ხო ამითი სკილები დაიკარგა. ხო, დაიკარგა ეს სკილი. კვალიფიკაცია აშკარად შესწავლია ის მეგავატები არის ჩამოსაწევი, ხო, კილოვატები არის ჩამოსაწევი და მოკლედ აქ რაღაცა უნდა იმოქმედო, იმიტომ რომ შარშანდელი კვალიფიკაციები რომ ახსენდება, ზოგი კვალიფიკაცია უფრო მაგარი საყურებელი იყო, ვიდრე ბოლა. ხო, და ამ ხრივ აშკარად რაღაც შესწავლია. მოსშორებელია კლიპინგი, ესე მგონია. მაგრამ როგორ გინდა მოაშორო, მე ყველა ლიკოზე გადავა, ლიფტზე. შეზღუდვა. მოდი მე ვიტყვი მაგაზე, ანუ კვალიფიკაცია ერთადერთი ხა რაც იაპონიაში გნეს რომ ეს 9 მეგაჯოულიდან 8 მეგაჯოულამდე ჩამოვიდნენ, ასევე 200 კილოვატამდე უნდა ჩამოწევა. ალბათ რაღაცნაირად საინტერესო გახდება, ანუ საერთოდ აღარ არის რაც შენ თქვი მართლა ის საერთოდ აღარ არის მრბოლელზე დამოკიდებული შარლ ლეკლერი რომელიც ვიცით რომ ყველა კვალიფიკაციაზე მაგით გამოირჩეოდა რომ ზღვარზე იცოდა სიარული და ზღვარზე იგებდა პოულებს თავი რომ მოიკლას მოსახვევში სწორზე შენელდება მაინც და აზრი არა აქვს რა და ხო ანუ ნიშნულობა არა აქვს აქედან გამომდინარე ბევრი რაღაცა შესაძლებელი ბოლაში არ მომწონს ის რომ ელემენტი ძალიან მალე უჯდებათ ყველაფრის ფასად უწევთ თუმცა ყველას უჯდება ხო და ყველას რო უჯდება ყველაფრის ფასად უწევს მე ამ ენერგიის პოვნა ხანიქ მოსახვევში შუამდე ზალო მივლენ ფექს უშვებენ გაზიდან და ასე შემდეგ ამ ხრივაც მგონია რომ კილოვატს დააკლებენ ელექტრონაწილს და უბრალოდ სიჩქარე დაეცემა ანუ გამოსწორებადია ეს ხო მაგრამ რაღაცის ხარჯზე აი ნახე კილოვატი რო დააკლონ მე იმას ელექტრულ ძრავს მანქანები შენელდებიან მე რა და ვიღაცას ეს არ მოწონს იქაც გუნდებიდანაც პრეტენზია ექნება და Mercedes-ი იტყვის იმას რომ მინდაო შევნელდეო არა ხო საერთოდ დიდი სიამოვნებით არაფერს არ შეცვლიდა და საერთოდ დაამატებდა კიდე ელექტრონაწილს შეიძლება ასე ვთქვა არ ვიცი საბოლოო ჯამში სანახაობრივად მე მგონი ცუდი არ არის რა ანუ მე უკვე ვიკავებ თავს იმდენად იყოფა აზრი მე მომწონს ჩემი სუბიექტური აზრი არის რომ მე მომწონს შენ მოგწონს ჩემთვის ძალიან ის არის რა ელექტრო და ხელოვნურია მეტი ბრძოლა მინდა და მეტი შიდაწვის ძრავის გუგუნი მინდა ანუ გუგუნი არ ვიცი არა მაინც ხელოვნურია რა მაინც ჯერ ვერ უმეტესობა ალბათ შენ დაგეთანხმება ამ შემთხვევაში იმიტომ რომ უმეტესობა არ ფიატს მე მეთანხმება უკვე ხო ხედავ ფიატს ანუ ფია გეთანხმება საკვალიფიკაციო რეჟიმში არა ბოლის ანუ ესეც საფრთხო მომენტები რო იქნება რა შემთხვევაში მოხდა კლიპინგი და ხო და ანუ რატო იმიტომ რომ უწევთ მართლა აი რაღაც თამაში მახსენდება ხო იცი ყველა კუთხეში მონეტებს რო აგროვებდი და თუმცა რო ხოცავდნენ რომ ეს მონეტები აიღოთ რაღაც აიგრე არის ხრი არ ვიცი მე მომწონს ხო მაგრამ არ ვიცი სიმართლე გითხრა აი შუმახერის დიარესის გარეშე გასწრებულს უფრო ის აქვს ხო მაგრამ გასწრება იყო სეზონში 3 არა ეგ მესმის კაცო ხო და ანუ მარტო გასწრებაზე არ უნდა იყოს ავი ესე ვფიქრობ რა რაღაცეები რაღაც კილები დაიკარგა რა ფორმულა 1 აი ჰიბრიდული გახდა მეტად მადლობა გულშემატკივარ შეკითხვებისთვის დაწერეთ ასევე შემდეგ გადაცემისთვისაც კითხვები მანამდე მაიამის გრან-პრიზე ვისაუბროთ რომელიც იქნება სპრინტით უკვე და რომელიც იქნება პირველი 3 მაისი 1 მაისს უკვე იქნება სპრინტ კვალიფიკაცია ოღონდ აი პირველიდან 2-ში რო გადადის ხო ეხლა გამეგვიწევს ხო პირველის ნახევარზე იქნება სპრინტ კვალიფიკაცია 2 მაისს იქნება სპრინტი 8 საათზე 2 მაისსავე იქნება კვალიფიკაცია უკვე 12 საათზე 3-ში გადასასვლელში
და რბოლა იქნება 3 მაისს ასევე 12 საათზე 4 მაისისკენ გადასასვლელში. 2022 წელს ჰქონდა პირველი მაიამის გრან-პრი და შინელება იყო. რაც ყველა საინტერესო არის, რომ პირველი ხაზიდან ჯერ მაიამის გრან-პრი არავის არ მოუგია. იმ ხელას სწორი მონაკვეთია. ხო, ანუ წარმოიდგინე, პირველ მეორე ადგილოსანი კვალიფიკაციაში გარანტია არ არის, რომ შენ გამარჯვებისთვის იბრძოლებ, მაგრამ ვერ მოიგებ 22, 23, 24, 25, 4 წელი გქონდა და პირველი ხაზიდან არც ერთხელ არ მოუგია არავის ამ რბოლაში. აი მაიამი რა არის, აი ეს რეგლამენტია, მაიამი, მონაკო და მაიამი შეატარო, ხო. ხელოვნური ისინი რო იყო იქ. ტბები თუ წლები თუ რა. არა, ხო, ეგ. სხვა შორის მაიამის პირველი ორი რბოლა იყო საშინელება და მერე მიეწყო რაღაც კაი რბოლები, მე ძალიან ვაკრიტიკებდი მაიამის, ხო, ალბათ. არ მომწონდა მაიამი, მაგრამ ხო, საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გაამართლა ამ ტრასამთანის ამერიკული შოუს ნაწილები. მე მგონი წყალწაღებული ოპტიმისტი გავხდი. მაიამიზეც კი? მაიამიზეც კი იცახი რომ კარგი იქნება, არ ვიცი ძალიან. იმდენად მიყვარს ალბათ ეს სპორტი, რომ არა, სპორტი მეც მიყვარს. კი, უბრალოდ მე ალბათ ძალიან ოპტიმისტი ვარ, შენ უფრო რაღაც რეალისტისკენ უფრო ხარ, ალბათ. შენ ის ხარ, ხო იცი, აი მშობელი რომელიც თავის შულს მაინც თავზე უსმევს ყოველთვის, რაც რაც არ უნდა დააშავოს. რაც არ უნდა დააშავოს, შეიძლება ეგრე გამოდის. ფენტეზიზე, ფენტეზი ძალიან ნერვები მომიშალა, რა იყო ეს? ფენტეზი ხო. ბერმანმა გამანადგურა რა. გასლი რამდენი ქულა? ყავდა ბორტოლეტო? ბორტოლეტო მყავდა. გასლი ყავდა? კი და გასლი მაგარი ქულები დაწერა. ეს ეხლა ჯერსა გასლი ახლა გავაგდე უკვე, იმიტომ რომ სხვა რატო გააგდე? იმიტომ არა რომ გასლი არ მომწონდა ფერარი მინდო. ეგრევე გაწირა. ფერარი მინდო და ფერარის გამო ვის არ გაწირავ ახლა გეხვეწები, კაი რა გასლი გავაგდე და ეტელი ყავთ გაწირული. ჰასი გავაგდე და გასლი გავაგდე და შემოვიყვანე ფერარი? ჰულკენბერგი რომ მომსვლოდა ფერარი. აი მე გავაკეთე ძალიან ჭკვიანური ბორტოლეტო მყავდა, გავაგდე და მოვიყვანე ჰალკი და ანუ ეს ორი კადილაკი თითქოს სასაცილო იყო თავიდან და დაუცილებლად რა მამინუსებს ხო პირიქით ეხა ლინდბლაძე მეტი ქულა მომიტანა ბოტასმა ერთი იმან მომიტანა ამან ორი პერესმა ის 4 ანუ რო არ გამინუსებს კადილაკი უკვე დადებითია რას ლაპარაკობ 200-ით 246 წავაგე, ამიტომ პატამ მოიგო და ჯამურათაც 815-ით 827-ია. მე მგონი ძალიან ახლო ბრძოლა გველის წინ სეზონის მანძილზე. ო, ეხა უკვე თანაბრად ვარ. არ ვიცი, მე რაც შევცვალე. შესაძლებლობით. მე რაც შევცვალე, მგონია რომ ამით დაგამარცხებ შემდეგ ბოლოში უკვე. არ ვიცი. არ ვიცი, ნახოთ, მე მგონია რომ დაგამარცხებ. ეხა აუდი მიქ თუ აღარ შეიყვანა არასდროს ის კაცი და არა, აუდის ორივე პილოტი მყავს მე. აი ხა ორივე ყავს. ეხლა შემდეგ ეტაპზე უკვე ორივე ბორტოლეტოც ყავს და ჰულკენბერგიც ყავს, ორივე ჰაასის პილოტი მყავს, კიმი მყავს. ბორტოლეტოს გარდა არ მომდის არა. არა, მომდის ის, რა ქვია, ბოტასი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ. ბიჭო, აი ხა ბორტო დაანებიან ბორტოლეტოს რა გავხო. რა გინდა, აგერ თავბრუდა ეხლა ვერ გადმოვიდათ ხო ბოლი. აი დააცადე ხა ორი პირველი რბოლა, მაგრა იარა. კოლაპინკო ჩაამატე. აუ, აი რა, აი ბოტას და პერეს მიხედე და კანდიო. ეგელი სადღაც გამჭედავენ. გამჭედავენ რომელია ერთმანეთს დაეჯახენ. არა ერთმანეთზეც არა რაღაც იქ დიფუზორი მოძრებათ. მოკნეთ, თავი დაწერეთ თქვენი აზრი, ვინ გონიათ მაიამიში და დაგვეხმარეთ თუ გინდათ პატას გულშემატკივრების თიმმა, პატას დაეხმარეთ ფენტეზიში, ჩემმა თიმმა მე დამეხმარეთ ფენტეზიში, რა შევცვალო, ფული აღარ მაქვს საერთოდ. მაგრამ მოგცემთ. უბრალოდ ისე უფულო შეგიძლიათ დაეხმაროთ. ფული აღარ მაქვს საერთოდ ფენტეზის გულისმობ. ხო, არც მე არ მაქვს ფენტეზიში ფული. ასევე დაგვიწერო ხო YouTube-ზე მორიგი კითხვები ნებისმიერ საკითხზე ფორმულა 1-თან დაკავშირებით და არ ვიცი იმის მიუხედავად რომ დიდი ხანი მოგვიწევს რბოლამდე ლოდინი, როგორც პირდაპირ ეთერში გითხარით, გაგიმეორებთ რომ ქართული ლეგიონი ევროპის სხვადასხვა ტრასებზე ჩავა, ევრონასკარი იწყება, სადაც 1 ქართული გუნდი და 4 ქართველი მრბოლელი გვეყოლება, ასევე 18 აპრილს იწყება
ფორმულა 4 ბრიტანული, სადაც მათე კობახიძე გამოვა და სადაც ძალიან დიდი იმედით უყურებთ ყველაფერს. ასევე NASCAR-ში ძალიან დიდი წარმატების იმედი გვაქვს, ასევე საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც 5-ში დაიწყება და მოკლედ ხო გვაქვს იმის საშუალება, რომ დრო გავიყვანოთ ფორმულა 1-მდე, სანამ მაიამის გრან-პრი მოვა და გადაცემის სპონსორი კი ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. ეს იყო გადაცემა ბოქსები 1000-დან და ლიოსთან ერთად. დროებით